რა მნიშვნელობა აქვს ციხეში იქნებოდა თუ ქუჩაში იქნებოდა ამ ადამიანებმა ფაქტიურად დაიწყეს ქართველი კაცის შეცვლა მოინდომეს ჩემი მოქალაქეა ის მე რა რო დაშავ მე ჩემთან იყო ჩემ საკანში ის და ბავშვი დაიჭირეს ჯართი მოიპარა რა ერთი მილი ჯართის მოიპარა აბანოში რო შევყავდით ხოლმე აბანოში ისეთი იყო იქ მოსასმენი აპარატო არ იყო და მე კიდე დამავიზდა ყველაფერს ვერ გაიხსენებ აბანოში რას გუშვებოდნენ ხოლმე ზამთარში ცივწყალს მოუშვებდნენ სულ 5 წუთი ქონდა გახტიან ჩაცმიან ბანაობიანად ზამთარში ცივწყალს მოუშვებდნენ ზაფხულში ისე ცხელწყალს მოუშვებდნენ აი ეს შევარდა და გამოვარდით ბანაობდით ხოლმე რა ანუ ვერ დაუდგებოდი წყალს ქვეშ ეს ბავშვი მოვარდა ჩემთან ჯართი მოიპარა დაიჭირეს რა ის სიგულის რაღაც 30 ლარის ირებულების ჯართი რამდენი წლის იქნებოდა დაახლოებით ეს იყო 18-19 წლის მეტი არა და მომوارდა აბანოში და გეხვეწებიო ჩემ გვერდზე არაფერი თქვაო რა ანუ კამერაში თუ კი ვიმეზე ხელი მიუძდებოდათ რომ აბა რას ამბობს ყველას გადაკეთება მოინდომეს ქართველი ადამიანის მაგას ამბობ ანუ ყველაფერს შეერეოდნენ ადამიანს სულიერად ანადგურებდნენ ფიზიკური განადგურების გარდა კიდე სულიერად ანადგურებდნენ და ბუნებრივი ამის ატანა ჩემთვის და ნებისმიერ ნორმალურ ადამიანისთვის შეუძლებელი